მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილდეთ ჩემი არხი, იმის, რომ მალაიქებ დააკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. მოკლედ შეგახსენებთ, რომ პირად დიაგნოსტიკაზე უნდა მომწეროთ WhatsApp-ზე, მითებულ ნომერზე, რომელსაც ვუთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, ვფიქრობ, რომ გაშლა გავაკეთოთ, დიდი ხანია მგონი არ გამიკეთებია. რა ხდება პარტნიორის, წასული პარტნიორის ცხოვრებაში? ხშირად აინტერესებთ ხოლმე ადამიანებს ეს საკითხი და ვნახოთ რა ხდება წასული პარტნიორის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახოთ ვინ არის, ვიზია საუბარი, რამდენად რეზონირდება თქვენზე და შემდეგ უკვე ვნახოთ რა ხდება მის ცხოვრებაში. ვინ არის ეს ადამიანი, ვიზეც უნდა ვისაუბროთ. ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ცოტა კონფლიქტური ენერგიებით არის. ადამიანი, რომელიც რატომღაც სულ ცდილობს, რომ დაამტკიცოს თავისი სიმართლე, რომელიც სულ რაღაცნაირად არის ისეთ გაურკვევლობაში. იცით რა არის, ნახეთ, მარტო კონფლიქტური არ ნიშნავს იმას, რომ სხვებთან დამოკიდებულებაშია და სხვასთან სიმართლის დამტკიცებაში. არამედ თვითონ თავის თავთანაც რაღაცნაირად შინაგანი კონფლიქტები რო აქვს ადამიანს და ვერ ყალიბდება რაღაც ერთ კონკრეტულ საკითხზე, ხო? ანუ დღეს ერთი უნდა, ხვალ მეორე უნდა, რაღაცნაირად შინაგანად ჩამოუყალიბებელი მომენტები რო აქვს ადამიანს, აი ესეთი ადამიანია, ხო? რაღაცა რომელიც შეიძლება ითქვას, ბოლომდე არ არის, მე ესეთ ადამიანებს ყოველთვის ეხლა მე თვით შეფასება არ აქვს ადამიანს, თავის რწმენა არ აქვს. აი ზუსტად ეს მომენტი მოდის ახლა აქ. ვინ არის ეს ადამიანი? ეს ადამიანი შესაძლებელია რომ იყოს დაოჯახებული, ვიღაცისთვის შეიძლება ეს რაღაც მომენტში იყოს ისეთი მომენტი, რომ თქვენ ყოფილ მეუღლეს უყურებთ, ან უბრალოდ ადამიანს, რომელსაც ყავდა ოჯახი, ჰქონდა მყარი ურთიერთობა, სხვა კომუნიკაცია თქვენს გარდა, ხო, ადამიანი, რომელსაც რაღაც ვალდებულებები გააჩნდა, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა თავისი ესე ვთქვათ პირადი სივრცე, ხო, შექმნილი სხვაგან თქვენს გარეშე. ვინ არის ეს ადამიანი? ეს ადამიანი, მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანს ნახეთ ძალიან ესეთი მომენტები აქვს. არ ვიცი, რატომღაცა ესეთი ენერგია მოდის, რომ ადამიანს აქვს ესეთი ძალიან როგორ ვთქვათ, აი უცბად შეიძლება რაღაცა თქვას და მერე შეიძლება ამაზე რაღაცა ბოდიშით მოიხადოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს სიტყვა თქვენთვის ანუ მარტო თქვენთვის არა, ადამიანებისთვის შეიძლება რაღაცა მტკივნეული იყოს, ხო, მტკივნეული და რაღაცა ესეთი ემოციასთან მიმართებაში, გულის წყვეტის მომენტი რო არის, ხო, აი დაუფიქრებლად ამბობს თუ რაღაცა განზრახ ამბობს, ყოველ შემთხვევაში ადამიანის სიტყვას ამბობს და მერე შეიძლება მქონდეს კი ბატონო სინანული, მაგრამ ეს სინანული აღარაფერს ნიშნავს იმ ადამიანისთვის, ვის მიმართაც ეს მომენტი თქვა. ვინ არის ეს ადამიანი? მე ესე ვიტყოდი, რომ აი ცით როგორი მომენტია, არც ესეთი გამონათქვამია, არც ხორცი და არც თევზია, ხო, რუსულად ნირიბა ნიმიასა ესეთი ნათქვამი აქვს რუსებს და აი რაღაცა თითქოს ეს მომენტი მოდის, ხო, აი ადამიანი, რომელიც თითქოს ყველაფერს ცდილობს, საბოლოო ჯამში არც არაფერს არ ცდილობს. აი ცდილობს რაღაცნაირად გააკეთოს თითქოს და თქვენთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში არც არაფერს არ აკეთებს თქვენთვის, ხო? აი რაღაცა ეს მომენტები მოდის. აი ცოტა ესეთი ენერგია აქვს, ხო, ადამიანი, რომელიც ჩამოუყალიბებელია, მე ესე ვიტყოდი, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანს აქვს ძალიან ესეთი მწარე ცინიკური ხასიათი, ხო? ანუ ადამიანი, როდესაც თითქოს აი ამ თავის ცინიზმს აწერს
სიყვარულს, ხო? ანუ აწერს იმას, რომ აი მე იმიტომ ვამბობ ამას, ან იმიტომ გატკინე გული, რომ თქვათ შენ უფრო უკეთესი ვერსია ყოფილიყავი, ან რაღაცა აი არ ვიცი, რაღაც ცოტა ესეთი უცნაური ადამიანია, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაც არის, ეს არის, ხო? ვინ არის ეს ადამიანი? ძალიან კარგი манипуляტორია ეს ადამიანი, ესე ვიტყოდი. ადამიანი ხო, ნახეთ, ზუსტად ის მომენტი არის. აი არც თავისი ცინიზმით, ხო, აი წაღარავს თქვი, რომ თავისი ცინიზმით შეიძლება ეს რაღაცა სიყვარულს ისე მიაწეროს, რომ ანუ იმიტომ კი არ გააკეთა, რომ თქვენ გინდოდა, ანუ უნდოდა რომ ეტკინა თქვენთვის. არა, ეს იმიტომ გააკეთა, რომ უბრალოდ მას უნდოდა რომ თქვენ უკეთესი ყოფილიყავით, უკეთესი ვარიანტი, უკეთესი რაღაცა იდეა მოგსვლოდათ, ხო? ან თქვათ აი რამდენი მოგიმატებია ხო წონაში პირობითად ხა ქალბატონებისთვის ეს არის ძალიან ისეთი არასასიამოვნო მომენტი რომ მე წონაში მოვიმატე მაგრამ ხო შეიძლება რომ ეს რაღაცა ცოტა სხვანაირად მიაწოდო ადამიანს ხო რაღაც ისეთი სიტყვებით რო აწვდი რომ თან ეთკინოს მაგრამ ამავდროულად თავზე ხელის გადასმაც რომ მოყვება ამ ყველაფერს არა იცი რა არის ესე კი არ გითხარი მე პირიქით ესე მომწოხარ უბრალოდ აი რაღაცა აღნიშნე ხო აი რაღაც ესეთი ენერგიებით მოდის ადამიანს ნუ მოკლედ ყოველ შემთხვევაში ვიზებს აუბრობთ ეს არის ადამიანი რომელიც ну, დავარქვათ ესეთი სახელი არის ცინიკოსი, რომელსაც აქვს ესეთი ცუდი манипуляტორული ქმედებები, რომელსაც შეუძლია მართვა ადამიანის გონების, ნახეთ, ერთი მომენტი არის კიდე ეს, რომ დაუმთავრებელი წინადადებები, ხო? აი რაღაც ადამიანისგან მოდის ესეთი მომენტი, როდესაც რაღაცას ამბობს, მაგრამ დაუმთავრებლად ამ წინადადებას. ხო, აი რაღაც რო ჩაეკითხებით, რომ რა გინდოდა გეთქვა, ან უბრალოდ ვთქვათ, ვერ გაიგეთ, ხო, არაფერი არ მიაქცე ყურადღება. აი რაღაც ესეთი ენერგიები მოდის ამ ადამიანისგან. არ ვიცი ვინ ამოიცანით თქვენ. ნუ ხო, და პლუს მაგას რომ და ადამიანი არის ესეთი ან თქვენი ყოფილი მეუღლე არის კონკრეტულად ან ადამიანი რომელსაც ყავდა ოჯახი, ესე ვთქვათ. კარგით, მოდით ნახოთ, როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი, ანუ რა ხდება მის ცხოვრებაში. მოდით იცით როგორ გავაკეთოთ, ზოგადად რა ხდება მის ცხოვრებაში და მე ვნახოთ კონკრეტულად აბა პირად თან მიმართებაში რას გვეტყვის. ზოგადად რა ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში. აჰა, ზოგადად ეგრევე პარტნიორული სიტუაცია ამოდის თითქოს რა ხდება მის ცხოვრებაში, მე ესე ვიტყოდი რომ ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს წარსულ ურთიერთობასთან მიმართებაში. ნუ ახლა გააჩნია რამდენი ხნის დაშორებულები ხარ, თუ ახლა 10 წლის დაშორებულები ხარ, შესაძლებელია ამ 10 წლის განმავლობაში კიდევ სხვა პარტნიორიც არსებობდა, ხო? ანუ პირობითად. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზოგადად რა ხდება? მე ესე გეტყოდით, რომ რაღაც მომენტები აქვს, როდესაც ადამიანი ფიქრობს წარსულ თემებთან მიმართებაში, თუმცა მაინც არ არის ისე, რომ ძალიან ცუდად გრძნობდეს თავს, ესე ვიტყოდი. პირიქით, ნახეთ, რაღაც მომენტები არის, როდესაც ადამიანს მე ესე ვიტყოდი, რომ საკმაოდ შეიძლება თუ არ უყვარს ესე კონკრეტულად ზუსტად 100%-ით ვიცით, რომ არ უყვარს ამ ადამიანს სასმელი, ну გასაგებია, მაგრამ თითქოს აი რაღაც ესეთი ვის მოდის, რა ხშირად სვავს, ხშირად ცდილობს დროის ტარების მომენტები შექმნას, ხო, აი რაღაცა, როდესაც ვცდილობთ გადავიტანოთ და გადავფაროთ აი ეს რაღაცა შეკრებები თუ ურთიერთობები, აი რაღაცა პრობლემები ჩვენი, ხო? აი რაღაც ეს მომენტი არის. როგორ ცხოვრობს? იცით რა არის? რაღაცა მომენტში მე ესე ვიტყოდი, რომ შესაძლებელია ამ ადამიანს აქვს რაღაცა ისეთი მომენტიც, არა მარტო პირად ურთიერთობასთან მიმართებაში, არამედ ზოგადად რაღაცა ისეთი პერიოდი უდგას შეიძლება, როდესაც ადამიანი განახლების პერიოდით შესაძლებელია, ან რაღაცა ცვლილებები რომ უნდა შეიტანო შენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ უკვე ყველაფერი მოძველდა და უკვე აღარაფერი მუშაობს და თითქოს რაღაცა გადახედვებს აკეთებს, ხო, გადახედვას
იგივე ურთიერთობებთან მიმართებაში, შეიძლება მის კარიერულ სიტუაციასთან მიმართებაში, მის ცხოვრების სტილთან მიმართებაში. ნახეთ, ადამიანის ცხოვრებაში ზოგადად რა ხდება, არის დაკავებული მისი გონება სხვა რაღაცა საკითხებთან მიმართებაში. რა ხდება? მე როგორც ვხედავ, აქ ადამიანი ძალიან ისეთი ენერგიებში არის, აი თითქოს აკვირდება სიტუაციებს, რაღაცებს იქექება, ესე ვიტყოდი. ნუ შესაძლებელია ეს მარტო თქვენს მხრივ არ იყოს ეს ნაბიჯები, მოდით ესე გულწრფელად რომ ვთქვათ, ხო? არამედ უბრალოდ ადამიანი იქექება რაღაცა თავის წარსულში, რომელი წარსულიც, ვთქვათ, რაღაცა მომენტში დადებითი იყო, რაღაც მომენტში უარყოფითი იყო. თითქოს როგორი რაღაც მოდის, იცით, რომ ადამიანს როდესაც გონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება მის ცხოვრებაში, პირიქით, რაც უფრო თავის თავზე იქნება ორიენტირებული, მით უკეთესი არის მისთვის და მისი ცხოვრებისთვის, მაგრამ რო აღმოჩნდება, რომ იცი, თურმე არც არაფერი არ ყოფილა მისთვის უკეთესი, პირიქით, ეს მისთვის დამაზიანებელი იყო. რაღაცა ეს ფიქრების მდგომარეობაც არის. რა ხდება მის პირად ცხოვრებაში? მის პირად ცხოვრებაში, ნუ ამ წუთასაც შეიძლება ითქვას, რომ ნუ პარტნიორულ სიტუაციასთან მიმართებაში შესაძლებელია, ვთქვათ, კონფლიქტური სიტუაციები აქვს, რაღაც გაურკვევლობები აქვს, არ იცის როგორ უნდა მოიქცეს ამ ყველაფერთან. ნახეთ, მე ესე ვიტყოდი, რომ აქ ადამიანმა თითქოს დაკარგა თავისი თავი. ხო, ანუ, როდესაც ხვდებით, რომ ჩვენი, ნახეთ, მომენტი, როდესაც ხვდებით, რომ თუ კი რამე ნეგატიური ხდება, თუ კი რამე ცუდი ხდება ჩვენს გარშემო, ეს არ არის ხელოვნურად, არამედ ეს არის ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, როდესაც ვერ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ვერ გავაანალიზეთ ჩვენს გარშემო სიტუაციები. ეს არ აქვს მარტო პარტნიორულ ურთიერთობასთან მიმართებაში, ეს ზოგადად საერთოდ რომ ვერ გავაანალიზეთ, სად მივდივართ, რას ვაკეთებთ, ხო? ნახეთ, პარტნიორული ურთიერთობის კუთხით ადამიანის ცხოვრებაში რა ხდება? მოგითხათ, რომ რამე ისეთი მნიშვნელოვანი, სულ რომ ამ წუთას ცოლის გვერდზე იყოს და ოჯახი ყავდეს, აქ ისეთი მომენტი, ადამიანი არის დაკარგული ამ ურთიერთობაშიც. არ იცის რა გააკეთოს, ვერ გადაუწყვეტიან. ნახეთ, თითქოს ადამიანმა დაკარგა საკუთარი თავი. და ეს აი რაღაცა გადაწყვეტილებების წინაშე რო დგას, რაღაცა გაურკვევლობების წინაშე რო დგას. ადამიანი ცხოვრებაში მე ესე ვიტყოდი, შესაძლებელია აქ თუ ეხლა კონკრეტულად ვიცით, რომ ადამიანს ყავს პარტნიორი და თქვათ ყავს მეუღლე, შესაძლებელია, რომ აქ რაღაცა ურთიერთობის გახრეჩვა და გარკვევის პერიოდიც კი ედგეს, ხო? ანუ თუ კონკრეტულად თუნდაც უბრალოდ პარტნიორი ყავდეს, ხო? აი რაღაც ისეთ როგორი მომენტია, აქ არის კონფლიქტური სიტუაციები პარტნიორულ ურთიერთობაში, სადაც აშკარად ცვლილებებისკენ მიდის ეს სიტუაცია. და ეს ცვლილებები, იცით როგორი რაღაც არის, ნახეთ. ამ ცვლილებებისკენ, ნახეთ, როგორი მომენტი არის, შეიძლება ითქვას ადამიანმა თავი დაკარგა და ცდილობს დაიბრუნოს ის რაღაცა თავის ქარიზმატული მომენტები, როდესაც შეეძლო ძალიან კარგად მანიპულირების მდგომარეობა, ხო? თუმცა როგორი რაღაცა ესეთ მარტო ესე მარტივი ნამდვილად არ არის, ხო? როდესაც კარგავს საკუთარ თავს, ძალიან რთულია მერე პოვნა ამ ყველაფრის. აქ ადამიანის გონება იმდენად წარსულს აქვს ახლა მოცული. ნახეთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს შესაძლებელია უბრალოდ ადამიანი რაღაც მომენტში ამუშავებდეს არა მარტო პარტნიორულ ურთიერთობებთან მომენტებს, არამედ ზოგადად მის ცხოვრების მომენტებს, როდესაც ხვდება, რომ ბევრ რაღაცასთან არის გადასახედი, იმისთვის, რომ ახლიდან დაიწყოს ცხოვრება. მით უმეტეს პარტნიორულ ურთიერთობაშიც არ არის ფლად ისე დაალაგებული სიტუაცია, აქ არის კონფლიქტური სიტუაციები, შესაძლებელია რაღაცა ვეღარ იგებს ანუ ვიღაცა მოარიც კი უთხრა, ხო? ანუ ნახეთ, ყველაზე რთულია ხოლმე, როდესაც ადამიანს ეუბნებიან არას.
როდესაც ადამიანი თავად მიდის ურთიერთობიდან, მაგ შემთხვევაში ბევრად მარტივი არის ურთიერთობის დავიწყება. მაგრამ თუ კი ადამიანს ეუბნებიან, რომ მიდიან მისი ცხოვრებიდან და ტოვებენ, მაგ შემთხვევაში ადამიანს რაღაცნაირად შინაგანად იმდენად რთულად აქვს მერე ეს მომენტები, რომ ცოტა რთული. აი, თითქოს ეს მომენტი მოდის, ხვდებით, აი რაღაცა უარყოფილად იგრძნო თავი, თითქოს, ხო? რაღაცა უარყოფილად იგრძნო თავი და ეხლა ხდება, რომ უნდა მოატრიალოს ყველაფერი. რა ხდება მის პირად ცხოვრებაში კიდევ? ნუ ერთ ადგილას გაჩერებული სიტუაცია ცდილობს რაღაცების შენარჩუნებას, რაღაც თავის კომფორტის ზონის დაცვას, ესე ვთქვათ, და ცდილობს, რომ ყველაფერი, აი ნახეთ, როგორი მომენტი არის. ადამიანს უნდა რაღაცა სიახლეები, უნდა რაღაცა ემოციები, მაგრამ ამ ეტაპზე თითქოს ცარიელია მისი თასი, ხო, ცარიელია მისი ენერგიები. აქ ხო გონებთ, აქ არ ვიცი, შესაძლებელია ვიღაცისთვის აქ ოჯახური სიტუაციის მდგომარეობა დასრულებისკენ მიდის, ხვდებით, ანუ აქ ადამიანის პირად ცხოვრება აშკარად ძალიან ესეთი გაურკვეველი მომენტები არის. ხო გონებთ, თუ თქვენ იცით, რომ ამ ადამიანს ყავს პარტნიორი და მეუღლე, შესაძლებელია მათ ოჯახში იყოს რაღაცა ესეთი განხეთქილება, მაგრამ ადამიანი ცდილობდეს ამ ყველაფრის შენარჩუნებას, ხო, რაღაცა ცვლილებების მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ თავი დაკარგული აქვს და მიუხედავად იმისა, რომ არ იცის რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რა გზა აირჩიოს, ადამიანი მაინც ცდილობს რაღაცის დასტაბილურებას, ხო, იმ კონკრეტული სიტუაციის შენარჩუნებას მაინც, რაც არის, ხო, რაღაცნაირად ცდილობს იმას, რომ იქნება კიდევ ერთხელ მიეცეს შანსი, რომ ყველაფერი დაალაგოს და მის პირადი ურთიერთობა ბოლომდე არ დაიშალოს. ნახეთ, როგორი მომენტი არის კიდე, რა ხდება ადამიანს თითქოს კარმა დაუტრიალდაო, რაღაც ეს მომენტიც არის, ხო? აი, რაღაცა ისეთი ქმედებები, კიდევ ერთხელ ვუძახე, განსაკუთრებით, როდესაც ადამიანს ეუბნება, რომ კარგად იყავი და მივდივარ შენი ცხოვრებიდან, მაშინ ძალიან რთულია ხოლმე, არ აქვს მნიშვნელობა ქალბატონია თუ მამაკაცი, ანუ დაალაგება ძალიან რთულია ხოლმე, როგორ უნდა გამოვიდეს ამ სიტუაციიდან და აქ ზუსტად ეს მომენტი არის თითქოს, ხვდებით, აი ყველაფერს ცდილობს და თან ის მომენტი აქვს, რომ აი ზუსტად თვითონ როგორც მოიქცა, თვითონ როგორც გააკეთა, თქვათ, ხო, რაღაც არასწორი ქმედება თავის ურთიერთობებში და არა მარტო თქვენთან, შეიძლება სხვებთანაც ჰქონდა მსგავსი ქმედებები, რომ თქვათ, ტყუილი, გაურკვევლობა, სამკუთხედი სიტუაცია. აი აქ რაღაცა თითქოს იგივე უბრუნდება ადამიანს და ხვდება, რომ მის ცხოვრებაში რაღაცა მართლაც ისე კარგად აღარ მიდის. ვერ გეტყვით, რომ არ ცდილობს ადამიანი, პირიქით, ძალიან ცდილობს ადამიანი იმას, რომ დაალაგოს ყველაფერი და რამენაირად შეავსოს და დაიჭიროს ის სიტუაცია, ანუ ბოლომდე არ გაექცეს ხელიდან, მაგრამ და ცდილობს, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. თუმცა მე აქ ვერ ვიტყვი, რომ ამ წუთას რაღაცა ისეთი მდგომარეობაა, ხო, აი რაღაც პირიქით კარგისკენ მიდის და ყველაფერი კარგად ექნება. არა, მთლად ესე არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, რო გითხრათ, რომ მთლად ყველაფრის დასრულების მდგომარეობა არის, ნამდვილად არ არის, არც მთლად ყველაფრის დასრულების. აქ ადამიანი არის ბრძოლის სიტუაციაში, როდესაც ანუ ჯერჯერობით გაურკვეველი არის როგორ დასრულდება ეს საკითხი, ხო? ანუ საითწავა საბოლოო ჯამში დასრულდება მის ცხოვრებაში რაღაც ეს გაურკვევლობები და გააგრძელებს ისევ იმ რაკურსით, როგორც იყო, თუ უბრალოდ ნუ რაღაცა შეცვლის და თქვათ შეინარჩუნებს ამ ცვლილებით თუნდაც ურთიერთობას, ხო? აქ აშკარად ცოტა ესეთი მომენტები აქვს ადამიანს ურთიერთობების მხრივ. არც ზოგადად არ არის, ახლა თითქოს აი როგორი მომენტია, აი კიდევ ერთხელ ვუძახე, გზა აბნეული,
თავდაკარგული, გაურკვევლობაში მყოფი ადამიანი, რომელიც έτσι თქოს ყველა ნაბიჯზე რაღაცა წარსულის სიტუაციებს იხსენებს. აი რაღაცნაირად გაეფიქრება, თქვა წარსულზე. ხო, აი სად დავუშვი შეცდომა, ხო, როგორ დავუშვი შეცდომა და აი აქ რაღაცა მაგ მომენტებს იჭერს. მოკლედ აი ესეთი არის ეს სიტუაცია, რა ხდება წასული პარტნიორის ცხოვრებაში. მე რა თქმა უნდა გისურვებთ სწორ პარტნიორს, გვერდით, წარმატებას თითოეულ თქვენთაგანს. ალბათ გაერკვევა საბოლოო ჯამში რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს ეს ადამიანი. ყოველ შემთხვევაში ალბათ მიხდება, რომ თავისი ეს манипуляტორული ქმედებები ყოველთვის არ გაჭრის და ხანდახან საჭიროა რომ ხანდახან კი არა, საერთოდ საჭიროა რომ დაანებოს ამ ყველაფერს თავი. მე გისურვებთ ბედნიერებას, სიყვარულს და წარმატებას თითოეულ თქვენთაგანს დროებით.